Განვაგრძობთ საღამოს, მე და ბატონი ოთარი ამჯერად უკვე ტელეფონის ზარების ფონზე შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი და ოთარ მოდი ისევ წინა ბლოკიდან გადმოყოლილი დავიწყოთ იმაზე, რომ ის რომ ამდენი ადამიანი სანქცირდება საქართველოში, ეს არაფერი არ არის, ესე არ არის, ეს ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია ამ ადამიანებისთვის და ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ეს ადამიანები, მათ შორის ბიზნესმენები, ასე თუ ისე ამიწყნიან ამ ქვეყანაში. ეხლა თუ თავს მოვიტყუებთ და ოპტიმისტური სიგი ვთქვათ იგივე ვთქვათ 2008 წლის 11 აგვისტოს და 12 აგვისტოს სულელები ვით რომ დარბოდნენ რუსთაველზე და ზეიმობდნენ გამარჯვებას, ჩვენც ვიზეიმოთ, რა კაია დასანქცირდა ამდენი ხალხი რაღაცა, ეს პრობლემა არ არის. თავის მოგიჟიანება საქართველოში ისეთი მყარი საფუძველი და ტრადიციები აქვს რა სხვადასხვა ხელისუფლებების დროს და მოდი ოთარ შენი საზრით აი ეს ქვეყნისთვის კიდევ ვიძახი რა და ჩვენთვის ქვეყანაა მოსავალი წერტილი და არა ვთქვათ პოლიტიკური პარტიები ან პიროვნებები. რამდენად დამანგრეველია შენი საზრით რა განსაკუთრებით კიდევ ვიძახი ისეთ ბიზნესმენები რომლებიც ხა ზოგმა შეიძლება სახელმწიფო უწოდოს ზოგმა ოლიგარქი დაარქვეს მაგრამ ადამიანები რომლებიც ბიზნესს ამინც ქმნიან ქვეყანაში საქართველოში კერძოდ მათზე გამომულია 1000 სხვა ბიზნესმენი და 1000 სხვა ფირმა კიდე ეს ძნელი არ არის რომ ეს რაღაც პირამიდული სისტემა არსებობს ბიზნესში დიდსა და პატარა ბიზნესმენებს შორის და რა სიტყვი ოთარ მივესალმები ისევ ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს მართლაც ამ სანქციებთან დაკავშირებით ძალიან რთულადა საქმე, იმიტომ რომ აქ მარტო ბიზნესმენები არ არიან, აქ არიან მოსამართლეები, პოლიტიკოსები, ბიზნეს ივანიშვილის ოჯახის წევრები, მისი ნათესავები და ყველაფერს სხვა შორის თავის მიზეზები აქვს. ეს არის იმ ამბის გამოძახილი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ხდება საქართველოში. ის რომ როგორი დამოკიდებულება აქვს ხედავს უცხოეთი სახელმწიფოს თავის მოქალაქეების მიმართ, როგორ სწრაფად მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და რა ჯარიმებზეა იქ საუბარი და როგორ ეს რომ მართლაც სამსჯელო თემაა, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ძალიან ცუდი მიმართულებით მიექანება ჩვენი ქვეყანა. არ შეიძლება ხო, ესე სამართალდარღვევას 15 დღე იყო და უცებ ამათი ნებასურვილის გამო 60 დღეა ეხა პატიმრობა. ესე იგი დახურულ სივრცეში ადამიანებს შეკრების უფლება არ აქვთ, ანუ დიდ საზოგადოებრივ სივრცეებში, ისე როგორც მოხდა მაგალითად დიღომში, როცა ტრასების მაგისტრალის გადაკეთვა უნდათ და ეგ ძალიან ცუდი ფაქტია და სპონტანურად ეს ხალხი შევიდა თბილისი მოლში. ესე იგი ადამიანი უნდა წავიდეს იუსტიციის სახლში, უნდა იკითხოს ვისია ეს თბილისის მოლი, იქიდან უნდა აიღოს ნებართვა. ანუ კანონში პირდაპირ წერია, რომ დიდი საზოგადოებრივი სივრცეების მეპატრონეების ნებართვა უნდა კონდეს თუ ესე იგი რაღაც ჯგუფა არც თუ ისე სასიამოვნო ხო ახალგაზრდების თუ ვინც შეიკრიბება უნდა კონდეს ესე იგი იმ შენობების მეპატრონის ნებართვა იქ ესე იგი პოლიტიკოსების შეურაცხყოფაზე 4-5000-ია რა ტიპის შეურაცხყოფაა სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსია მაგრამ თვითონ ისე არის ეს ყველაფერი დამძიმებული რომ მართლაც ამას ხო მარტო ჩვენ არ ვხედავთ არა მე ხედავს ეს უცხოელი როგორ ექცევა პოლიციელი როდესაც ძალიან ბევრი სიმკაცრე შემოდის ხო ძალიან ბევრი სიმკაცრე იმის ასრულება ცოტა რთული არის მე რა თვითონ სახელმწიფო თავის თავსაც მოდი ესე ვთქვათ შეიძლება ადამიანი გახდეს საკუთარი თავის საკუთარი მიღებული კანონების დაქვემდებარებული და ესე ვთქვათ აი საფრთხეში იგდებს საკუთარ თავსაც ხო ესე მარტივად არ არის რომ გაამკაცრე შენ თვითონაც მე ხარ ამდენი გამკაცრების გამკონტროლებელი აი ხარ ხო არის ეხა მე მაგალითად ძალიან მინდა რაღაც კანონები მივიღოთ რომელიც ცხინვალს და სოხუმზე განხორციელდება მაგრამ ხო არ ხორციელდება ხო იმიტომ რომ მე არა მაქვს უნარი ერთი არის კანონის მიღება და მეორე ამ კანონის განხორციელების შესაძლებლობა ესე მარტივი არ არის კიდევ ვიზახი და იმით თუ ვიცხოვრებთ იმ ჩვენ არ ვცხოვრობთ უბრალოდ ეს არის საბაბი ესე გუშინ იყო სხდომა ევროპარლამენტში ამ თემაზე რომ ეს ზუსტად ამით დაიწყეს საუბარი როგორ მკაცრდება კანონმდებლობა როგორ ცუდად იქცევა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ეს მძიმე დარბევებია ასევე ნახსენები კიდევ მარტო საქართველოს ხო ესენი თვლიან რომ ეს არის საფუძველი იმისა რომ ეს
ივანიშვილის ოჯახი დასანქცირდეს, მინისტრები დასანქცირდნენ, მოსამართლეები დასანქცირდნენ და ყველა პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებაზე რა სიტყვით, რომ უცბად პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც ხაჭოს ერთ-ერთი სათავეში იყო ანტირუსული კოალიციის, რაც შეიქმნა და რუსეთის სანქციების დუდა იყო მართლა ერთ-ერთი მოთავე და პოლონეთი ითვლებოდა ლიტვასთან ერთად რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ოპონირებული პატარა ერებს ვიძახი ამ შემთხვევაში და არა აგერ ვთქვათ იმპერიებს და უცბად დუდა აცხადებს ესეთის რამეს არ ვიცი პოლონეთის არჩევნების შედეგებით თუ როგორ რითი არის უკვე იგივე უნდა გაიმეორონ რაც მოხდა რუმინეთში ანუ რუმინეთში ჩვენ ვიცით რომ ცოტა ცუდი და არასწორი ჩარევა მოხდა ევროსაბჭოსი არ იყო გათვალისწინებული ადამიანების არჩევნების მიერ მიღებული შედეგები და იქ ცოტა სხვა რაღაცები დატრიალდა და სვავს ესეთ რიტორიკულ კითხვას რომ ანუ ჩვენ უნდა არჩევნები მაშინ იქნება სწორი როდესაც ის თავრობა მოვა რომელიც აწყობს ბრიუსელს აი ესეთ შეკითხვა დასვა დუდამ აქ ხო არ ვფიქრობ რომ ევროპა უფრო მეც იღებს თავის თავზე ვიდრე მას ეკუთვნის თქვათ განახორციელოს ან სხვანაირად შევატრიალებ კითხვას და რატო არ სვავს ამკი ესეთ სანქცირებებს და ესეთ იმებს აზერბაიჯანის მიმართ რატო არ იჩენს ევროპა სადაც დემოკრატიის ხარისხი ხო ყველაზე ბრიყვისთვისაც კი ნათელია რომ ბევრად დაბალია ვიდრე საქართველოში ხო ყველაზე აი ანტისახელმწიფო ანტიქართული ოცნებისთვის ყველაზე ну ისეთი რომელიც აზროვნებს და არა ბოროტებისგან ტვინია გადაკეტილი ხო ნათელია რომ იქ ბევრად დაბალია მაგრამ არც სომხეთშია ჩემს այս ჩვენზე მაღალი რა ჩემს այս სომხეთ დღესაც კი უსწრებთ აი ამ წუთისთვისაც კი უსწრებთ რაც მაგრამ ეს ხდება მხოლოდ საქართველოს მიმართ აი რა ოთარ შენილი ანალიზი ჩვენ გამოკვეთილი ესეთი მისწრაფება გვაქვს ევროპისკენ რომელიც მაგალითად არ ჩანს ისევე სომხეთში და აზერბაიჯანში და უფრო თან ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ეს გამოვიდა პრემიერი და ღიად თქვა რომ 2028-მდე აპაუზებს ურთიერთობას ევროპასთან უკვე როცა კანდიდატები გავხდით უკვე როცა ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ როგორ ეს რო ეს ალიევს რო ეთქვა რა მოხდებოდა ვინმე დასაქცირდებოდა აზერბაიჯანში იქ არის ძალიან ესეთი ავტოკრატიული რეჟიმი ანუ ევროპა მიესალმება აზერბაიჯანის ავტოკრატიულ რეჟიმს ჩადის იქ ამას წინათ იყო გენერალური დივანი და განიხილავს გლობალური დათბობის და სხვადასხვა პრობლემებს მეტი პრობლემა არ არის დაახლოებით ისეთ პრობლემებს რომელსაც ნორვეგიაში განიხილავ იმიტომ ნორვეგიაში არის რაღაც ეკოლოგიური პრობლემები ხო ეხლა ადამიანის უფლებებს დიდი ხანია აღარ საუბრობენ რა და საქართველოში მხოლოდ პრობლემები ვიღებთ. აი, ოთარ ცოტა ისეთი უცნაურ რა არის, იცი ერთის მხრივ სასიამოვნო საქართველოს ყურადღების ცენტრშია და საქართველოს რო კავკასიის ცენტრია. და მეორე მხრივ ცოტა სამხრეთ კავკასიაში მარტო ჩვენ ვართ კანდიდატები და ამიტომ ჩვენზე ახლა უფრო დიდი ყურადღება. ჩვენ მოლდოვა და უკრაინა, ხო? ეს იქ არ იყო საუბარი. ხო არა, ნუ ახლა ფონ დერ ლაინმა ბოლო განცხადებით საერთოდ გამაოცა, რომ უკრაინაო შესანიშნავ წარმატებებს მიაღწიაო. ეხლა მოდი მივიღოთ ფიზიკურად რა წარმატებებს მიაღწია, მტერს დაავს უსურვებ ამას ის წარმატებები მტერს და დამაქცევარს მიაღწიოს იმისთვის, ხოლო რაც შეეხება დემოკრატიის კუთხით, ეხლა ნუ იქ საერთოდ საუბარი შეუძლებელია, ანუ ადამიანი კრძალავს რელიგიებს, დავანებოთ ტელევიზიებს, რელიგიებს კრძალავს და ნუ რა ვიცი, ვინც არ მოეწონება ფრონტის წინახაზე მეორე დღეს ჩამოსვენებით და ნუ აი არ ვიცი, რასაც უნდა იმას აკეთებს ეს ადამიანი, ხო? და ნუ რაღაც წარმოუდგენელ კორუფციებზია საუბარი და სახელმწიფოთა შორის. თვითონ აღიარა ზელენსკიმ რომ 170 მილიარდი დახმარებიდან არა ეს ამერიკელ კორუმპირებულებს გადააწერა. ჩემი მეორე დაბალი არისო, კაცო, იქ ჩემ არა ეს 70-ზე ფონ დერ ლაინი აღტაცებულია უკრაინის მოკლედ დემოკრატიის ხარისხით და 100 მილიარდი რო გამკრალია წარმოიდგინეთ ხა? რა ხდება დონის კორუფცია? თანამას აღიარებს ქვეყნის პირველი პირი. ზარი შემოუშვა. ძალიან ბევრია და უკვე გაგვიბრაზდება ჩვენი მაყურებელი გისმენთ. მოგესალმებით, ცხოვრობიდან გაწუხებთ. გაიხარეთ, მოგესალმებით. საიდან? ცხოვრობიდან. მართავს თქვენ ორივეს მოგესალმებით. გაიხარეთ. ხოდა ახლა დღეს გამოვიდა ნატოს გენერალური დივანი თუ არ ვსებიდა. ამ ყირიმზე რაღაც ისეთი ის თქვა, რომ თითქოს და ყირიმის დაბრუნება არ იქნება ამდენმე ტაჯოს და იმაგა. ეს სამართლიანი პოლიტიკა, სამართლიანი ალბათ ჩემი აზრით, სოფლებში არ არსებობს აქ არის ინტერესები.
და რასიზმ ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ და თუ რამეს შეგვიძლია თვითიზიდვა უნდა ვზიდოთ რადგან და სხვა გამოსავალი არ აქვს და როდესაც თაფი მოგერევა პაპაია და უძახო ეს შემთხვევით არ არის რაც შეეხება ბატონ დავით არხანმოურავის იმას რომ რაღაცა ფორმატი შეიქმნა ძალიან გაიქნებოდა გამორიცხე მე დავუშვათ 1%-ის მიასესას არ უშვებრო ქართული ოცნებამ დავუშვათ რომ ახლა განაცხადოს რაღაც ფორმატზე გინდა თუ არ გინდა ეს პატიმრები რო არის ბავშვები რო არის ეს უნდა გაუშვან და ხერახალი არჩევნა დაინიშნოს ამას ვერ დავუდგებათ დღეს იგებათ ხვალ იქნება ერთხელში ორ დღეში ეს მოხდება ჯერ არ ამუშავებული ესეთი სანქციები ფინანსური სანქციები რაც მიშნურა შეეხებდა მაგრამ ახლა ხვალ უნდა იყოს განჯილდა თუ ავსები ამაზე რამდენი იმაზე მერე თარხანმოურავ და ირმა ინაშვილმა თქვა რომ მარკო რუბიო პლანსნების საკუთარ მინისტრს სახელმწიფო მდივანი ამერიკის იმას ვისდო ჩვენ გავაკეთეთ მაშინ და მოგდად მუშაობდით 12-ში რაღაც კაცო არავის აკუბარ უნდა თუ რამე შეუძლია დაუშვათ ეს ვიღაცა ოპოზიციის და იმისთვის ჩვენთვის და იმისთვის გერა აი სახელმწიფოს ძალიან გაიქნება გაიხარა But that check about the political crisis. Agmato political crisis, Moses parallel magas, social or economic crisis, Egarina. The Bisleria Hagataratsari with Hamorazo. Imazio from the Arab political, Hujera, Shijera, Germany, Ari, Tora, Catholicism, that's right, not Sibdino. Azero. უმძიმესი მდგომარეობა ამარა მეცნაკნას რო გამოსულ ხო ამ ჩეხიდან მაგნოთ გაიხარეთ დიდი მადლობა ამ ზარისთვის მაგრამ ქართული ოცნება ეს მოწოდება იმიტომ კი არ უნდა გაითვალისწინოს ჩვენ მოუწოდოთ იმიტომ რომ ქართული ოცნების ინტერესში არის ასე ჩვენ საუბრობდით ახლა რა თქმა უნდა პირველ რიგში მე მართლა ვიზახი რა ახლა მაპატია და მე გვარამიასავით ევროპის ჩვენ არა ვართ წასული ევროპაში და საქართველოს არა ბაბეზღებთ რო ცუდი ქვეყანაა რა და ამ სტუდიაში რაღაც კრიტიკულს საუბრობთ ამასაც გვიბრაზდებიან ის თვითონ შეზღუდული ადამიანების პრობლემა არის რომ ვერ ხვდებიან რომ კრიტიკული აზრი თუ ჩაკვდა ხო უკვე პობას იწყებს ნებისმიერი ორგანიზმი სოფლიოში ნებისმიერი ხალხთა ერთობა ნებისმიერი სეიმი იქნება პარლამენტი იქნება რა დუმა იქნება რა ჯანდაბაცა იქნება ხო თუ განსხვავებული აზრი თუნდაც მიუღებელი არ ისმის ხო იქ უკვე ყაყდება ჭაობდება იქაურობა და ეხა ვამობთ ძალიან გასაგებრამეს ხო შემხედრი ნაბიჯების გადადგმა ხო იგივე იმ ადამიანები რომელიც დღეს გამწარებული დგას ბოლო ხმაზე იგინება ხო ნუ რაც ყოვლად მიუღებელია ხო ქვეყანაში არ არის ხო ჯანსაღი მოდი პირდაპირ თქვა ერთხელ თქვი და მეორე არ დამეთახმა დღეს ხელისუფლებაც ის ბავშვებიც ის ახალგაზრდა აკერმანის პროგრამით ცხოვრობთ რა აკერმანმა რო დაწერა პროგრამა რო უნდა გამოვა თუ არა ეს სხვა საკითხია იმ აკერმანის ბოროტებები და ეს ჩემთვის ყოველად მიუღა ერთია რომ თავრობაც იმ დღის რეჟიმით იღებს კანონებს ეხლა უკაცრებულ კანონებს და ის ახალგაზრდებიც რაც იმ აკერმანმა დაედახა ზოს გონია რომ ამ ახალგაზრდებს მართლა გონიათ რომ თვითონ იგონებენ ამ არ იქნება ლექსებს და იმებს არა ეგ ლექსები ბავშვებო თქვენ მაგირა დაწერა აკერმანმა და ეგ ლექსები გამოყენებულია იუგოსლავიაში უკრაინაში ძალიან ცუდი შედეგები ცოტა ბოლოს ცუდად თავდება ყველაფერი მაგრამ ეს ცუდად თავდება ხელისუფლების გასაგონად ხელისუფლებებისთვისაც ძალიან ცუდად თავდება არა მარტო იმ ბავშვებისთვის რა რომელიც და იმ ქვეყნებისთვის სადაც ეს იქნა გამოყენებული ამიტომ იქნება გავექცეთ ამ აკერმანიას არ უნდათ აი ძალიან კაი ინიციატივა იყო რომელიც მოვისმინეთ ქალბატონი ირმასგან რომ ეს საკოორდინაციო საბჭოს მსგავსი რაღაც შეიქმნა არა ამათ მიაჩნიათ რომ ეს არის რაღაც დათმობა თავის ღირსების დამცირებად მიაჩნიათ თუ რა არის რა გონიათ ვერ გავიგეთ ეს რა უბედურებაა ხო როცა ხედავ რომ ქვეყანა საით მიექანება თავს იღუპავენ ხო და ქვეყანაც უნდათ გაიყოლონ თან ნუ ეს ხო და არა მაგას ვამბობ ოთარ აი ჩახურ აი როგორ ავთქვა რა ანუ
ქრისტიანულ პოზიციას ვაფიქსირებთ, ქართულ პოზიციას ვაფიქსირებთ ადამიანები, რომლებმაც 91-92 წელი ვნახეთ ყველანაირი თავის სიკეთეები ბჭყალებში, ხო? ვინმე თუ ერთ სიკეთეს მეტყვის იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა მაშინ. ვნახეთ თქვათ ვარდების რევოლუცია ასევე თავის სიკეთეებით, ხო? იმიტომ რომ ბოლოს ამ მანიაკალურ ბოროტებამდე მიან ამაზე აღარ მინდა ლაპარაკი, ხო? თან მithumetes დღესაც არსებობენ კიდე კაი 91-12 წლის მიმდევრები ესეთი სიტყვა აღარ არსებობსო დედა რა კაი ესეთი მართლა არ გამიგია ნუ ფსიქიურად აშლილებს არ გულისხმობ რა თქმა უნდა რომ ვიღაც მაგრამ თქვათ ვარდების რევოლუციით ახტაცებულები დღემდე არსებობენ ხო რომ დედა ეს რა კაი რამე მოხდა არ მოხდა კაი რა საშინელება მოხდა და თავისთავად არ ვიცი სხვადასხვანაირი საშინელებები მოიყოლა თან და ეხლა რომ არ გვინდა ეს აი მართლა ვიძახი რა წეს ხელისუფლებამ უნდა მოგვისმინე რა ცოტა ხანი ან გითხარი ერთხელ მოგვიტრიალე გითხარი ვიცი თქვენი აზრები არის დამღუპველი თქვა ან მიუღებელი რატო მაგრამ არა ხო ნუ აი წარმოიდგინეთ ჩაკეტილი არიან ნაჭუჭში რა ძალიან ცუდია მათთვისაა ცუდი აი როგორ მინდა იცი რომ აი ყველას თავში ჩაუყენო 1 საათი ამად გონიათ ეხლა კანონებს თუ გაამკაცრებენ რაღაც ესე იგი იქ მომიტინგებს დაასახიჩრებენ ამით ესე იგი ეს ხალხი წავა სახში და დაივიწყებს იმ პრობლემას რომელიც არ იქნება ხო ეს და ხომ გაიგოს არა ამ ხალხმა თვითონ მიექანებიან იმ უფსკულში და ქვეყანაც უნდა თან გაიყოლიან ნუ არ გამოვა ესე ძალიან ბევრი ზარებია საწყალი ხალხი მერე კიდევ გვიბრაზდებიან და არა რა თქმა უნდა ეხა არავის არ აქვს უფსკულში გადაჭეხვის სურვილი რა ყველას გონია რომ აი იქნება და ეს და დამთავრდეს დავიღალოთ გავჩერდეთ რაღაცა ხო კი ბატონო დავიღალოთ გავჩერდეთ ხო ჯერ მოდი რა გამარჯვება არის კარგი როდესაც იმარჯვებ მტერზე და იმარჯვებ რაღაც ბოროტებაზე საკუთარ საზოგადოების საკუთარ ხა ომს ვერ შეეშვნენ ჯერ ვერა და ვერც ეს საკუთარი ხა მე ხო არასოდეს არ მიმტკიცებია რომ ხელისუფლება არის 100% მტყუარი და ის ყველა ის ბავშვები არიან აბსოლუტურად არაფერი ეგეც არ ვიძახი მე ვამბობ რომ იმდენი საერთოდ თუ მოვინდომეთ იმდენი საერთოს გამონახავს რომ შეწყდება აი კიდევ ვიძახი ფორმატი თუ მოინახა მართლა დალაპარაკება ხა ვიღაცას თუ გონია ხა ყობახიძე რომელიც სრულებით არ არის ჩემთვის კუმირი და კუმირი კი არა უფრო მეტიც ხო აღარ მინდა თქვა შევიდე სიღრმეებში რამდენად მიუღებელია ყობახიძეს თუ ვინმეს თუ გონია რომ ირაკლი ყობახიძეს ხა ევროპა არ გამაგონოთ და აი მე მართლა რუსეთსკენ რომ ექს შექმნილია იმაში ხო ამ ბავშვებში ხო მართლა ეგრე წავ თამდროს ვიცით რომ ესე არ არის ეხლა რა გავამდეს ციკობახიძეზე იმ ბავშვებს კარგს ვიძახი რა მაგრამ ნუ სიმართლეს ვიძახი რა ეხლა არანაირად ან ივანიშვილს აი დავალება აქ პუტინისგან და ეს ყველაფერი არის ნუ არ არის ესე რა მოდი არანაირი რუსეთისკენ მივექანები და ჩელიაბისკენ ეს არის ტყუილი ყველაფერი და ეს არის პოლიტექნოლოგიები ისევე როგორც ჩვენ წლების მანძილზე ვიყავით რუსეთუმეები ვიღაც ნაციონალების შემთხვევაში ევროპულ გზას ვადგავართ თქო ამასაც ვერ ხედავ ხო და ვერ ხედავ ეგარი მუდურება და ბოლოს ახლა ჭიჭე ვაშაძე გამოდის წინას აარჩევენ და ჩვენ რუსეთთან უნდა დავალაგოთ და რა ჩემ ტექსტებით მესაუბრება უცბად ჭიჭე ვაშაძე გვარამია ჩემი ტექსტებით საუბრობს რითვისაც ჯვარს გაგვაკრესო რუსები ვართ ხო ბიჭო სხვა კი არაფერი არ გითქვია ვესაუბროთ და ავაწყოთ ბიზნესი და ავაწყოთ თანაცხოვრება და ავაწყოთ ტურიზმი და იქნება აფხაზეთზე და ცხინვალზე ხო რომელიც არაფერში არ არგია რუსეთს მოდი პირდაპირ თქვა იმ შემთხვევის გარდა თუ აქ თქვა ნატოს ბაზებთან არაპირებს დაპირისპირებს და აღარ არის ამ ნატოს ბაზების თემა მოიხსნა ხო სულ სხვა თემებზე ვართ უკვე დედამიწაზე სულ სხვა პრიორიტეტებია ხო ამ უკრაინის ომმა შეცვალა აი მართლა შეცვალა ტრამპა ხო საერთოდ წერტილი დაუსვა ყველაფერს ხა ამას ან ხედავ ან ვერ ხედავ ხო ადამიანი და ბიჭო რა ვიცი ხა სხვა ჩვენს ქართულ გიჟებშიც რომ ნატოს კარებთან რო იდგნენ ხო იცი რომ ნატოს კარის ჭრაჭუნი ესმოდა და ლექსებს წერდნენ უკვე და გარეკილი ქონდათ რომ აი ნატოს კარები აჰა და ეხა ხელი არ მოყვეს ნელა და რაღაცებს ბიჭო ისეც გაჩერდა რა დავთოდა ნატოზე ბოლოს არც ერთ გიჟს აღარ მომისმენია ესაუბროს თუმცა მრავალი გიჟი ყავს ჩვენ საქართველოში ვიცი რომ ისეთი აი კოლუმბს რო ყავდა ისენი მეზღვაურები და ოქროს ქალაქის საძებნელად ჯუნგლებში გააგზეს და
დაწყდნენ რა ზოგი ყოყოლა ზოგო გველები და ზოგო ნიანგება შეჭამა ხო გზაში რა რომ დარწმუნებული ვიღაცა ინდიელებმა მოუყვეს ლეგენდაურ სადღაც არის ოქროს ქალაქი ანუ ქალაქი ყველაფერი ოქროსია იქ აგური ცემენტი ყველაფერი და დადიოდნენ ამ ელდორადოს საძებნელად ეხა ეს ელდორადოები ცნელია საქართველოში გარკვეული წლების მერე ნუ იფიტება და ეხა ხვლიკი და გველი არ ჭამს მაგრამ ნუ მაინც მათი აზრები ჩერდება რა მაგრამ ძალიან ბევრი აზრები ისეთი აზრები გვაქვს და უშვებთ რა და კარგით აწი პირველივე ზარზე ჩერდებით და გადავცეთ სმენელს და მაყურებელს მიკროფონს ოთარ კიდე ერთი რო არ მინდა ახლა არა ვარ ქალაქის მერის არც ადვოკატი არც პიარ სამსახური არც დამცველი და არც მეხოთმე და არც მაქებარი უბრალოდ მიმაჩნია ის რაც იკადრა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ ეს არის ყოვლად უზნეობა და კიდე ერთხელ იმის ნიშანი რომ მაგ ქვეყანაში დემოკრატია კი არა ცოტა უმადურობის ხარისხი ძალიან მაღალია უცბად აცხადებს აი არაფერში არ ჭირდებოდა რომ მისთვის კახი კალაძე თბილისის მერი არის მკვდარი კახი კალაძე რომელიც გადაყვა უკრაინელ ბავშვებს აი პირდაპირ რამდენი ხნის მეგობრები არიან ერთ გუნდში არა ახლა უყურე ის მთავრობის მე განაცხადა რატო აღარ არის იმიტომ რომ მე პრეზიდენტს უჭერთ ხარს თან ახსნა წარმოიდგინე ანუ აღიარა რომ თვითონ უკვე ის ადამიანი ის არის რობოტი რომელიც იმას უჭერს ხარს და კალაძემა ძალიან ღირსეული პასუხი გასცა კალაძემ ღირსეული პასუხი გასცა მაგრამ მე ჩემი ხედავ მინდა ვთქვა ის ჭირის უფალიაო და ამას კამათში არ შევა კამათში მართლა ჭირის უფალია და პირიქითო და გება ის დრო რომ შევახსენებთ რომ აქ ძალიან ბევრი უკრაინული სკოლები გვაქვს სამი სკოლა არის უკრაინული გახსნილი უკრაინელ ტოვლილებს თუ რამე სიკეთე არის ქვეყნის რამდენჯერ გააგზავნა დედაქალაქმა ვერც მოუთვლი ჰუმანიტარული დახმარება ქალაქის ბიუჯეტმა რამდენი სიკეთე გაიღო გარდა იმისა რაც ოფიციალურად ამ უკრაინიდან დევნილებისთვის იყო და ეხლა ზუსტად ვიცი რა ეხლა ზუსტად ვიცი თქვა იგივე საბურთალოს გამგეობიდან გამომდინარე აი მართლა ვიცი ამ გამგეობიდან ამ ბავშვების მიმართ როგორი დამოკიდებულება მისვლა რა შვილები ვიტყავთ და ძმის შვილები ვეთერებიან იმავე ზეთყვებიან და რაღაც ხო ეხლა ესეთი უზნეობა იმის გამო რომ რაღაც კულები ჩაეწერა ან რაღაც ნუ ერთადერთი დანაშაულია რომ რატო ჩვენსავით თქვენც არ იბუგებით და იწვით ხო მე დანაშაულს უკრაინელი ეხლა ჩვენ ვერ წამოგიყვეს დღეს ორი ბიჭი ჩამოასვენეს ამ დილით კიდე ორი ბიჭი ჩამოასვენეს რა ბერია და დვალიშვილი კიდე ორი რაღა გინდათ ბიჭო რა ვერ გაძახით კაი დამწვარი საქართველოს რამდენ ქვეყანას უნდა და მართლა ეს ხო შემთხვევით არ არის რა მართლა რამდენს უნდა გადაბუგული საქართველოს რა სიამოვნებას მოგიტანთ აი რა кайფს მოგიტანთ ის მაინტერესებს თუ საქართველოსო ცეცხლი წაეკიდება და აღარ აქ ორმო იქნება შავი ორმო საქართველოს მაგერ აი რა იქნება თქვენთვის რა უკრაინა აშენდება გაცოცხლდებიან ის ათასობით კილომეტრიანი სასაფლაოები როგორ ბიჭები თუ აი რა სიკეთე არის ამაში არ მესმის რა ზარია შემდეგი შემოუშვათ გისმენთ დავითი ბრძანდებით დავით ხარხან მოუროვებ ბრძანდებით თქვენ გავთიშოთ რა ძალიან სხვაგან არის ადამიანი და კარგით მადლობ ზარისთვის ვერ გავიგე ხა თუ გვისმენს ვინ ბრძანდები კი უნდა დაენახა რა და ვერ ხედავ ხო რა არ ვიცი რადიო მსმენელი იყო არ ვიცი კი მაგრამ ხმებზე ხო იგრძნობა რა ვიცი ხა თუ დავით თავადური ხმა გაქვს მაინც თავადური შენ უფრო უნდა გქონდეს იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ყველა ზუგდიდას განსაკუთრებული აქცია და განსაკუთრებული ისეთი მეორე შემდეგი ზარია გისმენთ ალო გისმენთ ბატონო ალო დიახ გისმენთ სარჩი მინდა რა შევიდე ეთერში ბრძანდებით ეთერში ხართ ალო გესმით დიახ გისმენთ აგერ იმას ლაბარაკობენ და იმას მინდა რომ პასუხი გავწერა იმას ტელევიზორში ვარ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ბატონო ჩემო ბრძანეთ ტელევიზორს მოცილდით კი ბატონო მაგრამ ლაბარაკობს არ ესმის იქით და რა ვიცი ეს მოცილებული მეგრულად დაგვისვით მაშინ კითხვა გირჩქილეთ ისა უკრაინის თემაზე იყო ლაბარაკი და იმაზე მინდა რომ ერთი ორი სიტყვა ბრძანეთ ბატონო ჩემო ბრძანეთ 2008-ში რომ იყო ის ომი და ის უკრაინელები რომ დაგჩნოდა ის არ გახსოვთ თქვენ
და ახლა უნდა იმას რა ქვია იმას უკრაინას რომ იქით სიკეთე არავითარ უკრაინა ჩვენ კი ბატონო ეგ სამარცხვინო ფაქტი იყო მათი პრეზიდენტის მიერ კი ბატონო მაშინდელი ხუმარის და დღეს პრეზიდენტი მე დაგჩინოდა და მე ახლა რომ მე აქეთ არა 2008-ზე დაგვიხმარენ ჩვენ და ახლა უკვე იქით უნდა ახლა გამართონ ჩვენგან უნდა ცეცხლი რომ ხელიდან რომ აიღონ და ისე გააკეთონ კარგით მადლობთ პოზიციისთვის კი ბატონო გასაგებია რა ბრძანეთ ეს მართლა სამარცხვინო ფაქტი იყო უბრალოდ ომში მყოფი ქვეყნის დაცინვა და მათზე ქირქილი ეს არის ალბათ უმდაბლესი აი რა ვიცი მე არც ერთხელ უკრაინაზე რაც ომი დაიწყო ცრელი მადგება ხოლმე ლაპარაკს ვიწყებ იმიტომ რომ ვიცი რაც ხდება გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე გვაქვს ხო გამოცდილი და აი აქაც გამოჩნდნენ მაგ სიუჟეტის დამცველები ძალიან ბევრნი იყვნენ ნაციონალურ მოძრაობიდან კი არა კაბოტო ნანუკა ჟორჟოლიანი რო ეს რა მოხდა სკეჩი იყო სკეჩი რა იყო ბიჭო დაიწვა და დაიბუგა ქართველი ბიჭები კარგი შემდეგი ზარია გისმენთ ალო გისმენთ ბატონო ჩემო გადაცემაში ვიყავ გადაცემაში გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ხო მაგრამ ბიძინა ივანიშვილის აუგისტმა როგორ შეიძლება ეს ერთადერთი კაცია რომელიც საქართველოს გადაარჩეს მართლმადიდებლობას არ დაგოკარგვირებს ხო ხედავთ რა გინდათ იმის კრიტიკა როგორ შეიძლება ხალხო რა ვქნათ გავაღმერთოთ ეგ მართლმადიდებლობა აღარ არის ასე თქვენ ახლა თქვენი ძახ შენ გვიქნა მართლმადიდებლობის დაკარგვისაგან ხალი ხალხთან დასაწოლად კაცი კაცთან ეს მოგვაშორა რა როგორ შეიძლება იმის ისა მაშინ დავტოვოთ მარადიულად ხელისუფლებაში შემოშვილებო მე გამოცილი თქვენთვის მამის და პაპის ხის კაცი ვარ გავიარე ცხოვრება მთელი ის ყველაფერი და როგორ შეიძლება იმის კრიტიკას ხმას კი არ უნდა მოიღო გავყოთ უკან იმას მეტი არაფერი კარგით ბატონო ჩემო მაინც ცოტა ისეთი ის არის რა ვიცი მართლმადიდებლობას არ უხდება ადამიანის გაღმერთება და კრიტიკა კიდე ყველა ადამიანს სჭირდება როგორც ჰაერი რა მათ შორის თვლი რომ ბატონ ბიძინას ოდესაც ამხელა რამე გაბარია და სხვა შორის მას კარგად ესმის კრიტიკის ფასი და ხშირად ბევრ რამებს ისმენს და იზიარებს რაც მას დადებითად ახასიათებს რა თქმა უნდა და არა ის რომ მე თავში რაც მომივია ის ვაკეთო შემდეგი ზარი შემოუშვათ მოდი ზარებს პატივიცეთ ძალიან ბევრი ვისაუბრე ეთერში ბრძანდებით გისმენთ საღამომშვიდობის მოგესალმებით გაიხარეთ რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას და ჩვენ თავრობას უბედურ დღეში ვართ და ეროვნული ხალხი გჭირდება როგორც თქვენ ხართ ხოლო რაც შეეხება ეტაკი მასხარა ზელენსკის კი რაზეა საუბარი მიშან პირობითად დააშავა თუ არ დააშავა თული პრეზიდენტი იყო თუ არ იყო იმ მომენტში ჩვენი პრეზიდენტი იყო ხო ეგზია იმ ტანკებს თუ თხოვლობდა ჩვენი ჯარისთვის და ჩვენი მაგარი და გმირი ბიჭებისთვის რომელიც 8 აგვისტოს ჩვენს გამო ომობდნენ ეხლა იდგეს ზელენსკი და ეხლა იდგეს სცენაზე და იმას ხარავს რომ აი მიშა თხოვლობდა ტანკერსო ფაქტის სახეზეა ვინ არის სოფლიო მათხოვარი და ვინ არის გაპარტახებული და ვინ არის დღეს მიწაზე გასწორებული კი ბატონო მაგრამ გულის ტკივილით ალბათ ეს უფრო ხო დამეთახმები არანაირად შემოგივლი იცი რატო მე არავის ცუდი არ გამიხარდება რა თქმა უნდა მაგრამ პირველ რიგში დიდება საქართველოს დიდება უფალს და დიდება ქართულ ერს გაიხარ და დიდება ჩვენ გბერს და ჩვენზე ჩვენ ადამიანებზე ჩვენ ქართველებზე ჩვენ საქართველოსზე ჩვენს მოსახლეობაზე მოხუცზე ერზე ბერზე პატარაზე დიდზე ქალზე კაცზე და ჩვენს დაღუპულ ჯარისკაცებზე ვინც იღადავს და იცინებს გაიხარ ყველას უარესი დღე დაემართოს ღმერთის წყალობით რა აი ეს არის კი ბატონო გეთახმებით იმაში რომ ოღონდ ამის მაგრამ ეს მთელი უკრაინეთის აზრი ხო არ არის რაც მან გამოხატა იმ სკეჩში ხო არა ეს ერი არაფერ შუაში არა ეს ერი ნამდვილად არაფერ შუაში არა ბოროტი კლოუნის ის არის დღეს რა ის იქაც ყავთ ახალგაზრდები მოხუცები ყველა ბიჭები შეხედავთ დახოცილი იმ ათასობით ადამიანი კი ბატონო რაც მართლა ძალიან დიდ გულის ტკივილს იწვევს ერთი ის მინდოდა რა ტკივილი მართლა მე ვფიქრობ უკრაინის მიმართებაში ქართველებმა ყველაფერი გავიღეთ, აი მე ეხა სატრაბახოთ არ ვიცახი და მე რაც მე უბრალოდ რაც ხონდა თელი ამუნიცია და წლების მანძილზე სამხედრო ფორმები იგივე ამერიკული რა. დიახ. 2014-ში, ეხლა კი არა 2014-ში რო დაიწყო ჩემი მეგობარი ერთი ღმერთმა აცხონოს დაიღუპა.
გიორგი ხვიჩია იყო ჩამოსული რა და უკრაინაში დაიღუპა და ისო რა ქვია ფორმის პრობლემაც კი ჰქონდათ რა არ იყო დიდ ყურადღებაში აი რომ ახალი დაწყებული იყო და მახსოვს აი რაც ჰქონდა რა ორი დიდი ტომარა ერთი კაცი ვერზი დავდა აი თვითონავდე მივიტანე და გავატანე რომ აბა ბიჭებს იქ და რაღაცა ხო გული დამწყდა ხა მე ჩემი სამახსოვროდ რაღაცა ფორმი აღარაფერი აღარ დამჭა რა იქიდან გამომდინარე უკრაინელებს ჭირდება და ვიცი რომ უამრავმა ქართველმა უამრავი რამე გაიღო ხო მე მახსოვს ჰუმანიტარული ტვირთი ეხლა 22 წელს დაიწყო რაფხელა წავიდა საქართველოსთან და მგონი პირველ ადგილზე ვიყავით სულ მოსახლეზე ხო და არის რა რაღაცები რომელიც რა ვიცი ხა იმ პოლიტიკანებმა არ უნდა გააბინძურონ და ეხლა რა უნდა ამ შევჩენკოს ამისთან რამ გააბოროტა და რატო გამოხდა უცბად და კალაძე ჩემთვის მკვდარია იმიტომ რომ მე პრეზიდენტს უჭერ ხარ თან ისაც აღიარა რა იმიტომ კი არა რომ კალაძე ცუდია აი პრეზიდენტს რო უჭერ ანუ ეხლა ალბათ იმის შიში აქვს რომ დღესაა ფედერაციის პრეზიდენტი ხვალ შეიძლება ჯარისკაცად გაუშვას იქ ხო რასაც უნდა იმას იზამს ხო ის კაცი რასაც უნდა იმას შვიდა ხო აბსოლუტური უფლება აქვს არანაირი განსხვავებული აზრი არ დატოვა ხო ადამიანმა საერთოდ არჩევნების საუბარი აღარ არის ზარია შემდეგი გისმენთ შემოგევით გამარჯობათ ქართველებო როგორ ახართ გაიხარეთ ჩვენ შემოგევით გუშინ თუ აი ძალიან დიდ პატივს ვსცემთ პირველ რიგში მინდა ვთქვა მეორე რიგში არ მომდა ის პირველ რიგში თქვენი ამომრჩეველი ვარ მეც ჩემი ოჯახის შემოუღლეს და რა შემიძლია და ეხლა კიდე რა მესამე ხალხი ძება უფალს ახლა მესამე მთელი ასე დავრეგე ეხლა აი არის რომ აი ბავშვებს აი რა უშველოთ უბრალოდ მე მაგას ვფიქრობ ეგერი ხო ჩვენი შვილები არიან და ასეთი შეცდომა რატო დაუშვი მე სწორედ გამიგეთ განკითხვაში ვარ ჩავარდი რატო დაუშვა ამ თავრობამ თუ ჩვენ თუ ერმა თუ აი მე უბრალოდ მე რა მაინტერესებს რომ აი რაღაცნაირად რომ გაემიჯნა ვიღაცა რომ გავიდეს და ხმამაღლა რო უთხრას რომ აი მან ასებს გაემიჯნო და რაღაცა მოეთხო აი ანუ რა არის ისინი იქიდან გამოდიან ისინი აი ოფიციალურად თუ გავიჯნო და გავიდეთ ხალხი როგორ სიტყვით ძმებო საცა იტყვით აი თელავში ვარ ახლა ახალი კაცი ვარ თელავში ადრეს დაგირეკეთ სამიყვახარ და იქ მოვალ მე კი არის ჩემი კიდე თიორი სამი ძმაკაცი ამას კიდე პრობლემა ახსენე ეგეთი რაღაც თუ წამოვიყვან კიდე ჩემ ხალხს და ესე ვარ და ჩამოვიყვან და გოგია ჩამოდის ეგეთი სიტუაცია რავი გენაცვალეთ გუშინ როგორც მე მაგალითად აი ძალიან მიყვარს დიდ პაზიშებს და აი თქვენ შემოგულოთ ჩემი თავი ჯერ იმიტომ რომ აი ეს ხალხი ეს გაგვაერთიანეთ და ასე შემდეგ რა გენაცვალეთ გუშინ აი რა კაი შეკითხვა დავსვით რა სად დაუშვით შეცდომაო და შეცდომა იქ დაუშვით რომ თეატრთფერიძეებმა და გიგი თევზაძეებმა ინსტიტუტებში ჩაიბარეს ბავშვები ხო და ის ბავშვები სულ ყველა უმაღლესი ვინც მიდის მათ ხელში გადიოდა და ამ დაგვარებში და უმახინჯეს ხედვა ძალიან ბევრს მაგრამ იქ დგანან 16-17 წლის გოგონები რომლებსაც ვაჟას ლექსი რო უთხრა ან გალაქტიონის ან ასათიანის ვინც გინდა ხო ვერცეთ ლექს ვერ გეტყვის სამაგით ოლე ოლა და მე ტყ გიმღერებს ხო ეს ხო უკვე ტრაგედია არის ეს ხო სახელმწიფო განათლების სისტემა მოიტანა რომ იმ ბავშვმა ოლე ოლას გარდა არც ერთი ლექსი არ იცის ხო ეს ხო აი კიდევ ვიძახი ხა დავფიქრდეთ რა სად დაუშვით შეცდომა აი ძალიან მძიმე აი კახურად მძიმე შეკითხვა დასვა რა ყველაზე მძიმე რა ეხლა ვიღა ძალიან თავის ასარიდებელია რომ რა თაობა წამოვი ბიჭო არა ძალიან ყველა თაობა არის და ღმერთთან მოიტანოს უბედურება და ყველა თაობა მე სამშობლოსთვის მართლა უცბად ეს გაღლეტილი გაჩქიკიდებული ბიჭები მეუბრებად იქცევიან და რაღაცა ეს ესე იყო ადადან და ბაბადან და ეს არ შეიცვლება მაგრამ ის რომ განათლების დონე ძალიან დაბალია და თუ არის კიდევ ვიძახი ვიღაც ეშმაკების ხელში არის დიწილად ის რომ სკოლებში ყველაფერს თავი დავანებოთ სკოლაში გვაქვს კლასი რომელშიც აღარავით მე-12 კლასი ხო ნუ რა უმედ ხო და მივხვდეთ რომ კლასში რომელშიც აღარავით არც ერთ სკოლაში არ დადის არ უნდა არსებობდეს ხო მაინც აგვაქვს მე-12 კლასი ანუ არ გამოჩნდა ხო ადამიანი რომ იქ რომელიც არაფერში საჭირო არ არის აგერ გერმანიაში ვიცი რომ ბავშვი იბადება 8 წლს საჭიროა იმიტომ რომ ზედმეტი ორგანო არის რა გახდა მე-12 კლასის გაუქმება ეგ ვერ მოაგვარეს და ნუ რა ვიცი შემდეგ ის არის გისმენთ მოცილდით ტელევიზორს და ისე ისაუბრებთ. ალო. კარგი, შემდეგ ის არის მის რა ბოდიში ვიხდით. ვერ ვკავშირდებით.
ალო კი ბატონო, ისაუბრეთ გისმენთ. ისაუბრეთ ხალბატონო, ისმის თქვენი ხმა. რა ვიცი, ხმა. ხო. რაღაც პრობლემა. ის მართლაც ესე მძიმე ვითარება ამ განათლების სისტემაში პრაქტიკულად არის ზუსტად აი ამ ფონზე განვითარდა ეს ამბები. რო აი ესეთი ხალხი არიან უმაღლეს სასწავლებლებში, რომელიც შემოთვალეთ და მართლაც სიტუაცია ისეთია, რომ მართლაც ძალიან ცუდად ჩანს ეს, რომ ახალგაზრდა ასე ბილდ სიტყვაობს და იგინება, თუმცა ეს პოლიტიკოსებიც რა მაგალითებს აძლევენ, ხო? იგივე ხა პრეზიდენტი რო გავიხსენოთ, იქ ღარიბაშვილი რო გავიხსენოთ, კიდე მესამე, მეოთხე ვინ კვირიკაშვილი როგორ იგინებოდნენ. ნუ შესაძლოა ჩემ თავს გავიხსენებ. არ არის ამაზე საუბარი. ანუ ჩვენ შევქმნით, ჩვენ გვიკვირს ახლა იმ ახალგაზრდების და პოლიტიკოსები ასე ყოველ ღერო იგინებიან. ანუ აი ხელები ავწიოთ და ვთქვათ, რომ ანუ სერიოზულად კარგი კითხვა იყო დასმული, სად შეგვიშალაო და აი ძალიან ბევრი შეგვიშალა რა. ძალიან ბევრი შეგვიშალა და ჩვენ თვითონ რა მაგალითს ვაძლევთ ხო ეხლა რო უყურებ პოლიტიკოსებს კი ბატონო ესეთი გინება კი ბატონო ზარია შემდეგი და გისმენთ ვისმინეთ არ უნდა გაგვიკვირდეს იმ ახალგაზრდების გისმენთ ხალბატონო ბძანეთ მომიწვიეთ გენაცვალე გიყურებთ და გისმენთ ძალიან კარგი თუ მისმენთ ერთი რამე მაინტერესებს შეკითხვა მაქვს სამშობლოს სიყვარული უნივერსიტეტში რო არ ვისწავლო, ისე არ უნდა ვიცოდე? მიწებს რომ მართმევენ, ის არ უნდა ვიცოდე, რა არ უნდა წამართვან მიწები? რა უნდა წამართვან? პატრიოტიზმი, რო ადამიანი ვარ, ქართველი ვარ და ჩემ ქვეყანაში რო დავიბადე და ჩემი ქვეყანა უნდა მიყვარდეს, რა ქვია, უნივერსიტეტში აუცილებელი ვისწავლო? მიშა პატრიოტთა ბანაკებში ასწავლიდა და პატრიოტები იზრდებიან ოჯახში და სკოლაში. არ უნდა ბატონო მაგას სწავლათა განათლება დიდი. ამას რა ჩემი ქვეყანა რომ მიყვარდეს, ხო? ამის უფლებები მაქვს მე. კი ბატონო, ოჯახში ისწავლებას ხო? ამის უფლებას მაქვს. რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი, ვინ მისასწავლის, რასასწავლის? ქართველი რო ხარ, იქ არის დამთავრებული ყველაფერი, შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს. ჩვენი ქვეყნის სიყვარული ბევრს ჯერ არაფერი არ გაუკეთებია სამწუხაროდ. ესე თქმა ძალიან ადვილია. ვის არ გაუკეთებია? ხალბატონო, არ გეკამათებით რომ უნივერსიტეტში ჩემი სამშობლო მიყვარსო რო ვამბობთ. აბა ვისი სამშობლო უნდა გვიყვარდეს? ეს ხო ისეაც გასაგებია რა. საქართველოში და ქართველი ვარ. მე ხო უნდა ცუდად ის. მე რომ გვეტაკებიან და მიწებს გვართმევენ და ოფს ვიწყებენ, ესე იგი თავი დავღუნოთ. არ უნდა დავღუნოთ და ამიტომ ხარი არ უნდა დაუჭიროთ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც აძლევს უფლებას უცხოელს მიწა შეისყიდოს. საერთო მტერი ყავს ყველას, ბატონო, საერთო მტერი. ვინ არის? მე არ მიმიცი არავის ხმა. არ მიმიცია მე ირანის ოკუპაციას თუ არაფოდეს მისცემდი რუსეთიდან მოსულ ადამიანს ხმა. სუდად ისმის ხალბატონო. გეთახვევით რომ ალბათ პატრიოტიზმი ინსტიტუტში არ უნდა ისწავლებოდეს პატრიოტიზმი და პატრიოტიზმი არ სხვა განათლებაზე ვსაუბრობდით ამ შემთხვევაში, მაგრამ პატრიოტიზმი ოჯახიდან უნდა მოდიოდეს და პირველ დღიდან უნდა მოდიოდეს რა და ბოლო-ბოლო ოჯახში ისწავლება და სკოლაში რა თქმა უნდა. ბატონო, რა ჩვენ დროს სკოლაშიც და ეხა აღარ ვიცი უკვე სკოლაში კიდევ ვიძახი, ხა ზედმეტი კლასები აქვს, რომელიც საერთოდ დაკავებული არ არის და ნუ რა საჭირო არის ესეთი კლასების არსებობა გაუგებარია. ზარია გისმენთ? ზარია გისმენთ? ალო ეთერში ხარ ბძანეთ? ადმიცემულო ისთვის ვაშენებთ გამწინებულ საქართველოს დემოგრაფიაზე არაფერს არ იძახით არც ერთი გადაცემა არც პოლიტიკური ტელეფონებისა და ტელევიზიები არც თქვენ რაზე არ ვიძახით? დემოგრაფიაზე და მე მგონია რომ ძალიან ბევრ ამას ვიძახით. ბოლოს უამაზე ვისაუბრეთ წინა გადაცემაზე. ბატონო ჩემო, გეთახვევით რომ უმძიმესი პრობლემაა და
რა ვიცი ის რო არ ვსაუბრობთ ამაზე რა ვიცი ვერ მივიღებ ამ შენიშვნას რა ნამდვილად ამიტომ ხშირად გვიყურეთ სხვა შორის დემოგრაფიას სხვადასხვანაირი უბედურება ჭირს რა ჩვენ დემოგრაფიას განსაკუთრებით გარდა იმისა რომ ერის გამრავლებითი ნაწილი ანუ შობადობა ჩამორჩება რაოდენობრივად გარდაცვლილთა რიცხვს აქ კიდევ უარესი ბევრად უფრო ეს პროცესი შეიძლება რაღაც მომენტში შეტრიალდეს ბევრად უარესს ახალგაზრდა 18-20 წლის ხდება და მიდის ქვეყნიდან და ის უკან აღარ იხედება. ანუ ეს არის და ის ჩათვალე რომ შენ დემოგრაფიაში აღარ შემოდის იქ შექმნილი ოჯახი და იქ შექმნილი შვილები ის უკან აღარ ბრუნდება 90%-ში მინიმუმს ვამბობ შემთხვევაში. ანუ ჩვენი დემოგრაფიული ტრაგედია არის უდიდესი ტრაგედია და რო საუბრობთ რაღაცა სტაბილიზაციაზე, რო საუბრობთ რაღაც მშვიდობაზე, რო საუბრობთ რომ ერთმანეთს ნუ გავიმარჯვებთ ერთმანეთზე და ახალ პოლიტევნილებს ნუ შევქმნით და ჩავეხუტოთ ერთმანეთს ეს ყველა დემოგრაფიის ნაწილი არის, ჩემის არის და დემოგრაფიის სიკეთსკენ შემოbrunების ნაწილია. გისმენთ ზარია? ალო. დიახ, ბრძანეთ, ეთერში ხართ. გამარჯობა, მალხაზ ბატონო. გაგიმარჯოთ. ვესალმები შესტუმარს. სტუმარი არა. შინაური ვარ. შინაური. შესტუმარ ჩავთვლი, ჩემთან ტელევიზორზე რო ვარ. კი ბატონო, ბატონი ოთარი. ჰა? ბატონი ოთარი. ბატონო ოთარს მიესალმები. აღარ იმაზე ერთი ჩემი მოსაზრება მინდა უკრაინის იმაზე იყო რაღაცა მოკარიყორი და. გისმენთ? ხო. ამერიკის პრეზიდენტ ტრამპმა შეგი უკრაინიდან უნდა წამოიღო ალუმინიო, ლითიუმიო, მიჭაი, ყველაფერიო და ლაპარაკები პუტინს შენ რა ვაფიქრობ ახლა პუტინი დათმობს მაგ ალუმინიებს და ема ფოლა არ ვიცი ხლა ეგ გაუბედურებული უკრაინის დაღრღანა როგორ მოხდება ომის მერე რა ეგ აი ძართული კითხვა არის ხო შეკითხვასავთ და მეორე აგერ ახლა ახლა ტელევიზორზე usmenდი რომ კომისია რაღაცა ყალიბდება ამ ნაციონალური მოძრაობის იმაზო შეიძლება სხვადასხვა საკითხი შევეთქო კომისიო უყურე შენი ტირიმე უყურე რა ხდება რაფერ უნდა გაასამართლოთ მაგალითად დევიშვა თუ არის რეჟიმის ისი შემოქმედი ის რეჟიმით უნდა გასამართლოს უნდა მიუსაჯოთ მაგალითად სახელმწიფო ღალატი ან რაღაცა ხო და არჩევს არც ქვეყანაში და თუ დაიჭირეს მაგალითად მე კი არ ვიცი რა მეიპარა მაგრამ კეზერაც უნდა ფული წეიყო უგულო ფული მეიჭერა ამას სახელმწიფო საპარლამენტო კომისია რა თუნდა მე და რომ მეიპაროთ ფული ახლა კომისია შექმნიან მაგალითად გამოძიებაზე არა და თუ რეჟიმს ასამართლებენ ეგ ისე ხო არ მოხდება რომ გამეიჯია საქართველოსში კი ბატონო მე მაჩვენეთ რა წერია იქა იმ პატას გამოძიება რომ გამეიჯია შიში ერთი მაჩვენეთ ფურჩელი რა წერია ბოლო დასკვნა კი ბატონო ეს მობილეთი არ იქნება ბოლოს რა ვარ ხაზარაძეს ასე ხო არ იქნება ბოლოს ეგენი არიან გამყიდველები მაგრამ ხანდაზმულია ასე ხო არ იქნება ბოლოს კი ბატონო თული კაცმარო შეჭამა სახელმწიფო იქნება თმიქრი ამას საპარლამენტო კომისია ფული თუ შეჭამა ირაკულ ცხოვრება თუ რამე ჩავდა თუ რეჟიმს ასამართლებენ რეჟიმში ახლა ხუთს გადასვლიან გეიწერენ 27-ს და იქნება იქ გერმანიის რაღაცა და სხვა ხალხი იქნება რანაირად ასამართლებენ ეს მიგვეჭ კარგი დიდი მადლობა ზარისთვის ბევრი ზარებია კიდე დიდი ბოდიშით უნდა შეგაწყვეტინოთ ხო და რაც შეეხება ახლა უკრაინის მის მართლა ძალიან ძიმე განცხადება იყო ამერიკამ დიდი თანხები გაიყო და ჩვენო ესო რაღაც სხვადასხვა ძვირფასი და იშვიათი მეტალებით უნდა ამოვიღოთო მართლა აი იმის მაგივრად რომ საუბარი იყო მე მახსოვს ოპტიმისტი ომი რომ და აუ შენ ნახა უკრაინასო ომის მერეო მთელი ევროპა და ამერიკა რას ააშენებსო იქო და ააშენებს კი არა ყველა თავის ხარჯების ამოღებაზე ფიქრობს კიდე აგერ ღიად განაცხადა ეს ტრამპი იმით არის უნიკალური პრეზიდენტი რომ რასაც ფიქრობს ღიად იძახისა დიდი დიპლომატიური შემცველობა მაშინ ძალიან ნაკლებად არის რა და ანუ იგივეს გააკეთებდა სხვა პრეზიდენტიც მაგრამ ესე არ იტყოდა და მან პირდაპირ თქვა ის საშინელება რაც ნუ მოვისმინეთ ხო ხა დაქცეულ უკრაინას კიდე თურმე ის ვალები უნდა გადაუხადონ
მაგრამ გუშინ გადადგა პირველი ნაბიჯი, ესე იგი მარკ ფოგელი დააკავეს 3 წლის წინ, ეს იყო ამერიკის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც ნარკოტიკები გადაქონდა შერემეტიევოს აეროპორტში და დააკავეს 3 წლის წინ და მიუსაჯეს 14 წელი და გუშინ პუტინმა შეიწყალა. ეს ფოგელი მიიღო შემდეგ ესე იგი გუშინ ტრამპმა თეთრ სახლში და ესე თუ ერთგვარი მადლობის რაღაც სიგნალები გაუგზავნა რუსეთს. ძალიან კმაყოფილი ჩანდა. ძალიან კმაყოფილი ჩანდა. ნუ ეს არის ალბათ ეს პირველი ნაბიჯი. პირველი დამათმობელი ნაბიჯები რა. რომელიც დაათბობს ურთიერთობებს, დაათბოსავით და შემდეგ ალბათ იმ დიდ და მნიშვნელოვან თემებზე დაიწყება საუბარი, რასაც უკრაინა-რუსეთის ომი ქვია და პრობლემები ახლო აღმოსავლეთში. პირველი ესეთი ნაბიჯი ვნახეთ თბილი. საინტერესო ნაბიჯი. კი, პირდაპირ თეთრ სახლში მიიღო. ეს კაცი და პუტინმა შეიწყალა ეს. თან ნარკოტიკებზე და ცოტა პოლიტიკისგან აღმოუჩინეს მარიხუანა და ჰაშიში. ზარიანს და გისმენთ, შემოგევლეთ გუში. მე მომიტევეთ რომ ხელახლა კიდე აი მეორე კამერა. რატო ის შემოძნებოდა გენაცვლეს გუში და ქართველობა ვისარგებლებ ეთერი თუ შეიძლება. ანუ რა არის ეს რუსეთი რა ძალიან აი რაღაცა გამოხშირა და მილიონი კაცია ქართველი რუსეთში ჩასვა. აი ეგეს გავიხსენოთ. რამდენი კაცია ეკინა რომ სარგებლობას აქეთ ვიღებსო და რა არის ის ჩვენი წინაპრები. მე ხალ მაგ რუსეთს კი არა, ვაკიმ კი ოკუპანტია, იმპერია, ასნია დაგიპყრობს თუ ამხელა თუ დააპყრობინესავი და ძალიან გთხოვთ ხალხ, ყველას ხალხს მიმართავ. მოდი ინტერნეტში ავკრიფოთ, ჩავწეროთ, ნახოთ რა მოხდა 9 აპრილს. რა მოხდა ედიკას მერე. ვინ დააპყრობინა თავი? გასაგებია ეს დიდი იმპერია, მაგრამ ბიჭო, შენ თუ აგერ შეუჭე ხანჯახი დაგიპრობს და ხო ხდებით რა სიტყვები. ეს სამწუხარო დიპლომატია არის მუშაობა. ამ სლავიანურ თომს ნუ გაზურებენ თო აი ვაგიზიანებთ. კი ბატონო, რაღაც არის. ეს საუბრობ და რაღაც ლოგიკა დავიჭიროთ რომ შაგერ აფხაზეთია, ოსეთია. აგვიბრუნდოს რა აქეთ რუსეთი რა რუსეთი თუ რა გინდა ამერიკა თურქეთს არ გააკეთე არ დაგვიყო თურქეთს რა ენასვეს გუში გაიხარეთ ეგრე ერთი ვინა ჩემს აზრით საბჭოთა კავშირის დასლის შემდეგ ჩვენ ქონდა საუკეთესო ურთიერთობების პიკი, როდესაც ეს სტეფანაწმინდა ყაზბეგში გამსახურდიას ეწვია ელცინი და ელცინმა ცალსახად და ღიად განაცხადა, აი ცალსახად და ღიად ეს რატომღაც არა არც ზვიადის აი განსაკუთრებული მომხრევიც კი რატომღაც ამას ისეთი მიჩქვალულია და ამ დროს ეს არის ეს ხო ბუმბერაზ ნაბიჯი ცალსახად განაცხადა არავითარი აფხაზეთი და არავითარი სამხრეთ ოსეთი არსებობს ერთიანი დიდი და დემოკრატიული საქართველო. აი საოცარი განცხადება იყო სამწუხაროდ ამას მე ძალიან ცუდი ამბები მოყვა იგივე მე წავედით და იქ ტატარსტანის დამოუკიდებლობა იქით ვცანით, აქეთ რაღაცა და დაიწყო, მაგრამ პიკი იყო, აი სიკეთის პიკი, რომელიც შეიძლებოდა რომ ამ ხაზით წასულიყო ეს ქვეყანა და ღმერთმა იცის დღეს რა ნათელისო ხომ იქნებოდა აფხაზებთან ერთად და ქართველებთან ერთად კიდევ ვიძახი იგივე ცხინვალში არ იქნებოდა ის პრობლემები და საერთოდ მაგრამ ნუ არ ვიცი ხა მარტო ქართველების შეცდომებზე ნუ ვისაუბრებთ ამ შეცდომებში ძალიან გვეხმარებოდა თავად რუსეთი ძალიან გვეხმარებოდა ის რეგიონები სადაც ეს ყველაფერი მოხდა რომ ეს თავზე დატეხილი უბედურება და ეს უბედურება მოდი ნუ ვიტყვით რომ მარტო ქართველების უბედურება აფხაზების უბედურება თავის მხრივ და ოსების უბედურება საქართველოს ცხოვრების ხო ამით მოგებული არც ერთ მხარე არ დავჩენილვათ მე მახსოვს ერთმა ჩეჩენმა ტყვევ რომელიც თბილისში მომყავდა და ძალიან ადამიანურად ვექცეოდი რა და საუბრისას ესეთი რა მითხრა რომ ნახა რომ ხიფათი არა აქვს ჩემგან თქვენ ქართველები და აფხაზებიო არა ხართო ჭკვიანი ადამიანებიო და რაზე მეთქი ხა რა რატო დატყვე არის და მომყავს რა იციო მე დავიბადეო აი ერთ დიდ ოთახშიო რა მეტი ცხოვრობ 8 ჩემი დედმა მამიშვილიო მშობლებიო იქ ბებია ბაბუა და იატაკიც არ იყო ხის დაგებული არაფერი ერთი დიდი ფიცარი იმაზე გვეძინა ესეთ ჩამწკრივებულებსო და ჩემი საუკეთესო ცხოვრების ვარიანტი იყო წავსულიყავი ორჯონიკიძეშიო ვიღაცას ხელოსასო ცემენტი მიმეწოდები და ამაზე მეტი პერსპექტივა მე არ მქონია ანუ რაღაც კრიმინალში გავრეულიყავი ეს ხო აქო ესეთი სახლები გაქვთ ესეთი ცხოვრება რა გავაკეთო და მე მივხვდი რომ ის ჩეჩენი იყო ჩემზე ბევრად ჭკვიანი რა
ჩემზე სიმბოლურად ვიღებ ეხა ერთ ადამიანს თორე და იმ აფხაზზე ბევრად ჭკვიანი რა გახოცინებთ ერთმანეთს რა აი ძალიან ლამაზი შეკითხვა დამისვა იმ ჩეჩენმა მებრძოლმა რა სხვაჩოს მე გაიცვალა და დაუბრუნდა ღმერთთანაც თავის სამშობლოს ღმერთთანაც ცოცხალი იყოს მაგრამ მე უბრალოდ ვამბობ ესეთ რაღაცას რა ფაქტს რა ნუ აი ჩემი ცხოვრების ნაწილია ეს და ნუ ზოგის თქვათ მიუღებელი მისაღები მაგრამ ნუ რაც არის გავიხსენე კარგი დიდი მადლობა რა დღევანდელ საღამოში და კარგად ბრძანდებოდეთ კარგად ბრძანდებოდეთ